ძალიან დიდი შედეგები მაქვს სახსრებთან დაკავშირებით, მაწუხებდა ძალიან სახსრები, ძალიან გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, რომ ჩავედი საქართველოში იმ პერიოდში, მივედი ექიმთან, გადავიღე სურათი და აღმომაჩნდა მენჯების ძვლის დაცვეთა, ორივე მენჯებზე მქონდა ძალიან მიზეზი. მომთხოვენ ოპერაცია, მე რა თქმა უნდა ძალიან დიდ სახსრებთან იყო დაკავშირებული და თან წარმოსასვლელი ვიყავი ემიგრაციაში და არ შემეძლო რომ დავრჩენილიყავი, ჩამოვედი იტალიაში, მივიღე პროდუქტები, ვატყობდი დროთა განმავლობაში, რომ ტკივილები მაწუხებდა, როცა ავდგებოდი ის ჭიალი, რომელიც ყურში მესმოდა, აღარც ის აღარ მქონდა, შედეგს ვატყობდი ჩემ თავზე. 2 კვირის განმავლობაში შემქვა საშინელი ვირუსი, ძალიან ცუდად ვიყავი და ჩემ პატრონს ვთხოვე, რომ ექიმთან წავსულიყავით, წამიყვანა ექიმთან და ვთხოვე, რომ აი ძალიან მაინტერესებდა მენჯებზე გადაღება და თუ შეიძლება რომ შემიყვანო ექიმთან და გადავიღო მიკროსკოპის სურათი თქო და კიო მითხრა და ისეთი კარგი შედეგით წამოვედი იქიდან და გახარებული საერთოდ აღარ მქონდა ის მენჯების დაცვეთა, ის სითხე შევსილი იყო. ოღონდ გაუკვირდა ექიმს, რატო იშინჯავა, არაფერი მიზეზი არ აგაქვს და მეუთხარი ასე იყო, მეთქი საქართველოში ვიყავი და სასწრაფო ოპერაცია მითხრეს, დაცვეთა მქონდა მენჯებზე, ეხებოდა ერთმანეთს და იქიდან იწვევდა ძალიან საშინელ ტკივილს თქო და არაო მითხრა, ცალფეხზეო ძალიან კარგად, ოღონდ მეორე მარცხენა ფეხზე გაბოდნავ დაცვეთაო. წამოვედი რა თქმა უნდა იქიდან ბედნიერი და გახარებული. ორი კითხვა მაქვს. ალბათ ლაპარაკია მენჯბარგზაყის სახსარზე, ხო? დიახ, ორივე მენჯებზე მქონდა დაცვეთა. ჯიფუს რომელ პროდუქტებს ვამბობ? დოზები დავიწყე, რა თქმა უნდა, თავიდან 3 ყუთი ლივი მაქვს მიღებული. 5 ყუთი დავლიე ჯენსამი, 1 კოლოფი დავლიე ომეგა-3 და სტემი დავამთავრე ახლა. ლივს დღეში რამდენჯერ სვამდი? ერთხელ სვამდი დილს. ერთხელ სვამდი, ხო? ჯენსამსაც ბუნებრივია. დიახ. რომ მეგობრებო, აქ არის მრავალმხრივი მექანიზმი, ანთების საწინააღმდეგო მექანიზმი არის ჩადებული, ადგენითი პროცესებია ჩადებული და კიდე სხვა პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს, რომ თვითონ ბევრი საკითხი მოაწესრიგოს, მათ შორის ქსოვილების მდგომარეობა, მათ შორის სახსრების ქსოვილები. აი საქართველოში რომ ჩავედი და გადავიღე, ექიმი გადაიგე ფეხზე როგორ დადიხარო. როგორ გიხარო, ან როგორ ადგამო ფეხსო, არ გამიუთხარ, როგორ არა, საშინელი ტკივილები მქონდა ერთმანეთს რო ეხებოდა, იქ ტკილის ყურში მესმოდა ხახუნი. ხახუნი ისმოდა მანძილზე. ხო, აი რო გადავადგამდი ფეხს, უკვე ის ჭიალი, ის რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება იყო ძალიან